გამარჯობა თქვენ უსმენთ გადაცემას თემაზე შაქრიანი დიაბეტი ბავშვებში. გადაცემა მომზადდა პროექტის ჩვენ ერთად შეგვიძლია ფარგლებში სამეგრელოში მას ახორციელებს ორგანიზაცია თანაზი არის პროექტის დონორია საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსი. სტუდიაში მაია ფიფია ვმუშაობ. რით განსხვავდება ბავშვთა ასაკში განვითარებული დიაბეტი მოზრდილთა დიაბეტისგან, რა თავისებურებები ახასიათებს მას, რა პრინციპით მკურნალობენ ამ დაავადებას, რა უნდა იცოდნენ მშობლებმა, რა არის მნიშვნელოვანი ვიცოდეთ ამ დაავადების პრევენციისთვის, აი ამ თემებზე ისაუბრებს დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი, ექიმი ენდოკრინოლოგი თამარ ხუფენია. მოგესალმებით და დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. პირიქით, მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით. სანამ ამ კითხვებს დავსვამდე ბავშვთა ასაკში დიაბეტთან დაკავშირებით, ზოგადად მაინც რომ იცოდეს ჩვენმა მსმენელმა და მაყურებელმა რა არის შაქრიანი დიაბეტი. კი ბატონო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. შაქრიანი დიაბეტი ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც არის დაკავშირებული ორგანიზმში გლუკოზის, ანუ შაქრის ცვლილებასთან. არსებობს ორი ტიპის შაქრიანი დიაბეტი, პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი. პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი არის ინსულინის ჰორმონის, რომელსაც გამოიმუშავებს პანკრეასი, აბსოლუტური უკმარისობა. ხოლო ტიპი 2 დიაბეტი არის ინსულინის შეფარდებითი უკმარისობა. ბავშვთა ასაკში ძირითადად გვხდება ტიპი 1 დიაბეტი. თუმცა ბოლო წლებში საკმაოდ აქტუალურია ეს პრობლემა ბავშვთა ასაკში ტიპი 2 დიაბეტთან დაკავშირებით, რაც გამოიწვია კვებამ, ანუ დაუბალანსებელმა კვებამ და წონაში მატებამ. ეს თემა ცალკე საუბრის თემაც არის სხვა ბევრ დაავადებასთან დაკავშირებითაც და ხშირად ეხებიან ამას, მათ შორის რამდენჯერმე წამოიწია სკოლაში კვების თქვათ კვებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ აი როგორც აღნიშნეთ თქვენს ასაკი არის ის დიაბეტმა და სამწუხაროდ ბავშვებშიც გვხვდება დიაბეტი და არც თუ ისე თქვათ უვნებელ ფორმებში. ამასთან დაკავშირებით რა იწვევს, მინდა გითხოთ, რა იწვევს ბავშვთა და მოზარდთა შაქრიან დიაბეტს და რამდენად გავრცელებულია, თქვათ, ზოგადი სტატისტიკა მაინც როგორია, რომ გითხრათ? დიახ, როგორც განმარტეთ, ანუ არსებობს ორი ტიპის დიაბეტი და მას აქვს განსხვავებული გამომწვევი. ტიპი 1 დიაბეტი არის აუტოიმუნური დაავადება, რომლის ესე საბოლოოდ ცალკეული გამომწვევი სამწუხაროდ ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით. ეს შეიძლება გამოიწვიოს ვირუსულმა ინფექციებმა, გარკვეულმა აუტოიმუნურმა დაავადებებმა და ძირითადად არის გენეტიკური. ხოლო რაც შეეხება ტიპი 2 დიაბეტს, ძირითადად ეს არის ფიზიკური აქტივობის შემცირება, ჭარბი წონა და დაუბალანსებელი კვება. რაც შეეხება გავრცელებას, ბავშვთა ასაკში დიაბეტი შეიძლება ნებისმიერ ასაკში შეგვხვდეს, მათ შორის ახალშობილებშიც. ძირითადად როგორც ვთქვით, ტიპი 1 არის გავრცელებული და ეს პუბერტატულ ასაკში გვხდება, ანუ მაშინ როცა არის ორგანიზმში ესე ვთქვათ ჰორმონალური ქარიშხალი. ძირითადად ეს არის 5-დან 14 წლამდე ასაკში, ტიპი 1-ზეა საუბარი. ხოლო რაც შეეხება ტიპი 2-ს, უფრო 10 წლიდან ზევით 18 წლამდე ასაკამდე გვხდება შაქრიანი დიაბეტი ბავშვებში. თქვენ რისკ ფაქტორებში ახსენეთ გენეტიკური ფაქტორიც მათ შორის, ანუ ეს მემკვიდრეობა თამაშობს ყველაზე დიდ როლს თუ ამასთან ერთად დაავადების გამოსავლენად რაღაც სხვა ფაქტორებიც შეიძლება იყოს, მემკვიდრეობას პლუს ვირუსული ინფექცია პლუს დავუშვათ ჭარბი წონა, ანუ რისკ ფაქტორებთან ერთად მემკვიდრეობა, რა თქმა უნდა, მემკვიდრეობას პლუს რისკ ფაქტორები უფრო სწორად. საკმაოდ ვერაგი დაავადება ამ ყველაფრის გათვალისწინებით და აი ასაკიც რომ შეგვახსენოთ, თქვენ ახსენეთ ამას წინათ უფრო კონკრეტულად აი რომელ ასაკში, ანუ ჩვილობის ასაკშიც ახალშობილსაც შეიძლება აღმოაჩნდეს ეს? დიახ, სამწუხაროდ ასეა. ახალშობილების ასაკში შეიძლება იყოს ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი.
რა თქმა უნდა, მკურნალობის პრინციპებია საინტერესო. ანუ როგორ ხდება დიაგნოსტიკა დაავადების, რა მეთოდებით ხდება და შემდეგ უკვე როგორია მკურნალობის პრინციპები. კი ბატონო, შაქრიანი დიაბეტის ძირითადი სიმპტომო კომპლექსი ნებისმიერი ტიპის არ აქვს მნიშვნელობა ეს ტიპი 1 იქნება თუ ტიპი 2-ის, არის ძირითადად პოლიდიფსია, ეს არის გაძლიერებული წყურვილი, არის ხშირი შარდვა, ანუ პოლიურია და არის წონაში კლება. წონაში კლება უფრო ტიპი 1-ის შემთხვევაში, იმიტომ რომ ტიპი 1 უფრო ინტენსიურად იწყება, უფრო სწრაფად ვითარდება და მალევე გამოვლინდება. რაც შეეხება ტიპი 2-ს, ის შეიძლება ხანგრძლივად ვითარდებოდეს. აი ამ სიმპტომებს უნდა მიაქციოს განსაკუთრებით მშობელმა ყურადღება და აუცილებლად მიიყვანოს ექიმთან ბავშვი. რაც შეეხება მკურნალობის მეთოდს, როგორც თვითონ განიმარტება შაქრიანი დიაბეტი, პირველი ტიპის განმარტება არის ასეთი: ტიპი 1, ანუ ინსულინ დამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი. პირველი ტიპის მკურნალობის მეთოდი არის უალტერნატივოდ ინსულინოთერაპია. რაც შეეხება მეორე ტიპს, აქ შეიძლება ცხოვრების ჯანსაღწესზე ვისაუბროთ წონაში კლებაზე და დაბალანსებულ კვებაზე და ფიზიკურ აქტივობაზე, რომლითაც საკმაოდ მნიშვნელოვნად მცირდება შემდგომში გართულებების რისკი. მკურნალობა როგორ იმართება და ვთქვათ, ბავშვების შემთხვევაში აქ მშობლები არიან უფრო აქტიურები, მოზარდების შემთხვევაში ალბათ თავად მოზარდებიც ჩართულები არიან და ვთქვათ, ამ პროცესს ცდილობენ რომ თვითონ მართავენ. რამდენად რთულია ეს პროცესი თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, როგორ უმკლავდებიან ამას მშობლები, ბავშვები? მე როცა ჩავაბარე რეზიდენტურაში, ანუ 2008 წელს ბავშვთა ენდოკრინოლოგია ცალკე ნოზოლოგიად არ იყო გამოყოფილი. მაგრამ რამოდენიმე წელიწადში ბავშვთა ენდოკრინოლოგია გამოიყო ცალკე. ანუ ჩვენ ეხლა ბავშვებს ესე ინსულინოთერაპიას ჯერჯერობით არ მართავთ. თუმცა მე როგორც ვიცი, საუბარია ენდოკრინოლოგიაში გარკვეულ ნოზოლოგიებზე, რომელზეც მიდის მუშაობა, რომ ნებისმიერ ენდოკრინოლოგს რაღაცა გარკვეულ ასაკში შეიძლება ამის მართვა. რაც შეეხება ინსულინოთერაპიას, ზოგადად ინსულინოთერაპია საკმაოდ რთული თემაა არა მარტო ბავშვებში, მოზრდილებშიც და ამაში მშობელი უნდა იყოს აუცილებლად ჩართული იმ ასაკამდე, რა ასაკამდეც ბავშვს თავისვით არ შეუძლია ამ ყველაფრის მართვა. თუმცა რაც უფრო ადრეულ ასაკში ვასწავლით ამ ყველაფერს ბავშვს, მით უფრო უკეთესია, რა თქმა უნდა, იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ ისეთი გართულებები, როგორიც არის ჰიპოგლიკემია, საკმაოდ რთული, ანუ შაქრის დაწევა ორგანიზმში და კეტოაციდოზიც კიდე ტიპი 1 დიაბეტის ერთ-ერთი გართულება. რაც არ უნდა რთული იყოს, თელ სოფლიოში ცხოვრობენ ბავშვები, მოზარდები ამ დაავადებით, ისინი სწავლობენ, დაკავებული არიან სხვადასხვა საქმიანობით და ცხოვრების გარკვეული წესი აქვთ, მათ შორის კვებასთან დაკავშირებით. აი აქ რა სიტუაცია, რაღაც გარკვეული დიეტა უნდა დაიცვან, რას ურჩევენ ექიმები, როგორი არის რეკომენდაცია? დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ მედიცინაში სხვადასხვა დაავადებების მართვის დროს გვაქვს სხვადასხვა მაგიდები დიეტოთერაპიას, რაც შეეხება შაქრიანი დიაბეტისთვის მოწოდებულია მაგიდა ნომერი 9, რომელიც გულისხმობს დაბალ ნახშირწყლოვან კვებას და აუცილებელია ნებისმიერი ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტმა ეს კვება დაიცვას. თუმცა ამ კვებასთან დაკავშირებითაც ვაწყდებით პრობლემებს განსაკუთრებით სკოლებში, იმიტომ რომ სკოლებში არ არის ხელმისაწვდომი ის კვება, რაც არა თუ დიაბეტიანი ბავშვებისთვის, არამედ ვთქვათ ჯამთელი ბავშვებისთვისაც. დიახ, და ჭარბი წონის მქონე ბავშვებისთვისაც ძალიან რთულ პრობლემას ვაწყდებით ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ზოგადად მე არ ვიცი სხვაგან რა ხდება, მაგრამ ჩვენთან ეს პრობლემა ნამდვილად დგას აქტუალური სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ბავშვები და მოზარდები ვერ მოწყდებიან ჩვეულ ცხოვრებას, რაღაც გარკვეულ აქტივობებს. შეუძლიათ თუ არა მათ დაკავდნენ სპორტით, თქვათ, ან ცეკვით, ან სხვა სახეობებით აქტივობის, აქ რა არის გასათვალისწინებელი? დიახ, რაც შეეხება სპორტით აქტივობას, დიაბეტის მქონე პაციენტებში ეს შეიძლება არა, აუცილებელიც არის.
იმიტომ რომ სპორტული აქტივობა ძალიან კარგად უწყობს ხელს, ესე ვთქვათ, გლუკოზის, შაქრის დარეგულირებას ორგანიზმში. უბრალოდ ექიმის მიერ შერჩეული უნდა იყოს ინდივიდუალურად ბავშვისთვის სწორი სპორტული აქტივობა, რომ ისევ და ისევ თავიდან ავიცილოთ, მაგალითად ინსულინოთერაპიის დროს ცოტა რთული თემა არის ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი. თორემ სხვანაირად აუცილებლად მინიმუმ 30 წუთი მაინც დღის განმავლობაში ბავშვი უნდა იყოს დატვირთული ფეხით სიარული. სპორტით თუ არა, ვთქვათ, სპორტით თუ არა, სიარულით და სუფთა ჰაერზე ყოფნით და ასეთი აქტივობით. მკურნალობაზე ისაუბრეთ და იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროულად მიმართოს მშობელმა ენდოკრინოლოგს, თუ კი იეჭვა, რომ ეს შეიძლება იყოს დიაბეტის ნიშნები. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ვთქვათ არ მიაქცია ან ვერ მიაქცია ამას ყურადღება, რა გართულებები შეიძლება მოყვეს დაგვიანებულ მკურნალობას? იმედია რომ ესეთ შემთხვევები ცოტაა, მაგრამ სავარაუდოდ არის. როგორც ვთქვი და ისევ განმეორდები, რომ ტიპი 1 დიაბეტი არის განპირობებული ინსულინის აბსოლუტური უკმარისობით. რაც უფრო სწრაფად მიეწოდება ორგანიზმს ინსულინი, მით უფრო მალე შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. და თან სიმპტომო კომპლექსი ვითარდება ძალიან სწრაფად და ბავშვი შეიძლება სწრაფადვე აღმოჩნდეს ცუდ მდგომარეობაში და განვითარდეს ისეთი რთული გართულება, რომელსაც ქვია კეტოაციდოზი და ბავშვი პირდაპირ მოხვდეს სტაციონარში. ანუ ვერც მოვასწროთ, ესე ვთქვათ, ანუ მშობელმა ვერ მოასწროს, ამიტომ როგორც კი სიმპტომო კომპლექსი გამოჩნდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირის სიმშრალე, ხშირი შარდვა, გაძლიერებული მწყურვილი, მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს ენდოკრინოლოგს და გამორიცხოს დაავადება. ეს სერვისები რამდენად ხელმისაწვდომია რეგიონში? თქვენ თქვით, რომ ბავშვთა ენდოკრინოლოგია არც თუ ისე ვთქვათ დიდი ხნის ამბავია, თუმცა ეხლა ეს რამდენად ხელმისაწვდომია რეგიონში და თქვენ ხართ აგერ და ალბათ სხვა სამედიცინო დაწესებულებებშიც არიან. დიახ, რაც შეეხება გადაუდებელს, ჩვენთან რეგიონში რა თქმა უნდა არის გადაუდებელი და ბავშვს ნებისმიერ დახმარება, ნებისმიერ სიტუაციაში გაეწევა პირველადი გადაუდებელი დახმარება, თუმცა რაც შეეხება ამბულატორიას, მშობელს შეუძლია ნებისმიერ ამბულატორიაში, სადაც არის მოზრდილთა ენდოკრინოლოგი, მიიყვანოს ბავშვი, რომელიც სწორად დააკვალიანებს შემდგომ მშობელს მეორე ეტაპზე რა უნდა გააკეთოს. ეს აბსოლუტურად ხელმისაწვდომია ჩვენთან და ნებისმიერ მშობელს შეუძლია. ასე რომ, ყურადღებით უნდა იყვნენ მშობლები. რაც შეეხება სკოლებს, სამგზრელო დაწესებულებებს, თუ არის, ვთქვათ, იმის საშუალება, რომ ადგილზე იყოს ექიმი ან რაღაც გაიდლაინი არსებობს და ეს ბავშვები აღრიცხვაზე არიან აყვანილები, არის თუ არა ასეთი რაღაცა უკვე ჩვენთან რეგიონში? ზოგადად ეს ბავშვები ყველა აყვანილია აღრიცხვაზე საქართველოს მასშტაბით, მაგრამ როგორც ვიცი, ცალკე რეგიონს არ აქვს ეს აღრიცხვის სია. რაც შეეხება სკოლებს, ყველა სკოლაში არის ექიმი და ძალიან მინდა რომ თვითონ სკოლის ექიმებიც უფრო მეტად იყვნენ ინფორმირებულები და ჩართულები ამ პროცესში. მშობლებმა უნდა იაქტიურონ ამ შემთხვევაში, რომ დროულად მოხდეს ამ ყველაფრის აღმოჩენა. როგორც სხვა ყველა დაავადებასთან, ასევე აქაც მინდა კითხოთ, პრევენცია რას გულისხმობს ამ შემთხვევაში? დიახ, სამწუხაროდ ტიპი 1 დიაბეტის პრევენცია არ არსებობს და შეუძლებელია, იმიტომ რომ ეს არის აუტოიმუნური დაავადება, რისგან განვითარდება, როდის განვითარდება, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ რაც შეეხება ტიპი 2 დიაბეტს, აქ არის მოდიფიცირებადი რისკ ფაქტორები, ეს არის ჭარბი წონა, ეს არის დაბალანსებული კვება და ეს არის ფიზიკური აქტივობა, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, ჯანსაღი ცხოვრების წესი. და ვთქვათ, პროფილაქტიკური მიზნით ბავშვთა ენდოკრინოლოგს რა პერიოდში უნდა მიმართოს მშობელმა? რას ურჩევდით? პროფილაქტიკური მიზნით, თუ სიმპტომო კომპლექსი არ არის, თუ გენეტიკურად არ არის ბავშვი დატვირთული, ესე რუტინული კვლევები ამისთვის არ არსებობს, მაგრამ ზოგადად წელიწადში ერთხელ მაინც ბავშვი პედიატრმა რო ნახოს სასურველია. დაადგინოს თუ აქვს რაღაც რისკ ჯგუფში არსებობს თუ არა. არის რისკ ჯგუფში. და თქვენი რეკომენდაცია რა იქნებოდა, რომ უთხრათ ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს, რა გნახავენ ამასთან დაკავშირებით, როგორც
ბევრჯერ თქვი უკვე და კიდევ არ მინდა განმეორდე. ანუ დიაბეტთან დაკავშირებით სამწუხაროდ პირველი ტიპის პრევენცია არ არსებობს, რაც შეეხება მეორე ტიპს, უნდა იყოს ჯანსაღი ცხოვრების წესი. ანუ პირველ რიგში ეს ცალკე თემაა, როგორც თქვენ დასაწყისში აღნიშნეთ, ბავშვებში სიმსუქნე ძალიან ბევრი ანუ გაზრდილი არის მაჩვენებელი და ეს შემდგომში უკვე მოზრდილთა ასაკში არის. ანუ ამის პრევენცია შეიძლება იმას პრევენცია პირველი ჯგუფის პირველი ტიპის დიაბეტისგან განსხვავებით მეორე ტიპის დიაბეტის პრევენცია აბსოლუტურად არის შესაძლებელი. ძალიან დიდი მადლობა, იმედია ეს საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია, ასევე სასარგებლო იქნება ჩვენი მსმენელებისთვის და მაყურებლებისთვის. დღეს საუბრობდით ბავშვებში შაქრიან დიაბეტზე, იმაზე თუ რა უნდა ვიცოდეთ, როგორია მკურნალობის მეთოდები, ამასთან დაკავშირებით რა სერვისებია ხელმისაწვდომი რეგიონში და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა იმ შემთხვევაში თუ ვთქვათ მათი ბავშვები უკვე არიან დაავადებულნი შაქრიანი დიაბეტით იმისთვის რომ ისინი არ მოწყდნენ სოციუმს და სრულფასოვანი ცხოვრება ჰქონდეთ როგორც ბავშვებს როგორც მოზარდებს. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ექიმი ენდოკრინოლოგი თამარა ხუფენია იყო დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა თქვენ. გადაცემა მომზადდა პროექტის ჩვენ ერთად შეგვიძლია ფარგლებში სამეგრელოში მას ახორციელებს ორგანიზაცია თანაზიარი, პროექტის დონორია საქართველოს არაგადამცემ დაავადებათა პრევენციის ალიანსი. სტუდიაში მაია ფიფია მუშაობდი. ნახვამდის.